მცინარემზე თუ ნახა. იყო და არა იყო რა. იყო მეფე და დედოფალი, რომლებიც ულამაზეს სასახლეში ცხოვრობდნენ და აუარებელი სიმდიდრის პატრონები იყვნენ. მხოლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდათ. მათი ქორწინებიდან კარგი ხანი იყო გასული, შვილი კი არა დაუჯდებოდათ. ერთ დღეს დედოფალმა მდინარის პირას გაისერინა, უცებ ნაპირზე მოფართხალე თევზი დაინახა, რომელიც უწყლობისაგან კვდებოდა. დედოფალმა თევზი ხელში აიყვანა და მდინარში გადაუშვა. გახარებულმა თევზმა ერთი შეინავარდა წყალში, მერე მდინარიდან თავი ამოყო და დედოფალს უთხრა: ამ სიკეთისთვის ძვირფას სასწაულს აიღებ, ნატვრა გეხდება და სულ მაიმშვენიერი ქალიშვილი შეგეძინება. თევზის ნათქვამი სიტყვასიტყვით ასრულდა. დედოფალს მალე ულამაზი სიასული შეეძინა. უზომოდ გახარებულმა მეფემ ამ ამბის აღსანიშნავად სამეფო ნადიმი გამართა და განურჩევლო ყველა დაპატიჟა: ნათესავები, მეგობრები, სასახლის წარმომადგენლები. დედოფალმა ფერიებიც მოიწვია, რომლებიც ძველი ტრადიციის თანახმად ახალშობილეს ნათლიები უნდა ყოფილიყვნენ და თითოეულს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი ებოძა. სამეფოში სულ 8 ფერიას ცხოვრობდა, მაგრამ რადგან მეფე დედოფალს ნათლიებისთვის მხოლოდ 7 ოქროს თებში ჰქონდა, მერვე ფერი ამოსაწვევის გარეშე დარჩა. ნადიმი უკვე მთავრდებოდა, როცა ფერიები პატარა პრინცესას მიუახლოვდნენ. პირველი ფერიამ თქვა, რომ მეფის ასული მსოფლიოში ყველაზე ლამაზი იქნებოდა. მეორემ მას სიბრძნე და გონებამახვილობა დაანადგა. მესამემ მოხდენილობა, მეოთხემ ცეკვის ნიჭი უბოძა, მეხუთემ სიმღერის, მეექვსემ თქვა, პრინცესა ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრავს. უეცრად სტუმრებს კაშკაშა სინათლემ მოსჭრა თვალი. ყველა ამ სინათლისაგან მიბრუნდა და დაინახეს მერვე ფერია, რომელიც საშინლად იყო გაფრაზებული, რომ ნადიმზე არ მიიწვიეს. მე ცხონდა ვუწინასწარმეტყველო რაიმე მეფის ასულს. წარმოთქვა გაბოროტებით. მაშ ასე, როცა ის 16 წლის გახდება, სართავი მანქანის ნემზეთიც გაიკაწრავს და მოკვდება. მეფე დედოფალი მეტად შეაშფოთა ბოროტი ფერიის ნათქვამა, რადგან იცოდნენ, რომ ბოლოს წინასწარმეტყველება უთუოდ ასრულდებოდა. სწორედ ამ დროს მეშვიდე ფერიის ხმა გაისმა. მეც რან მიბოძებია ნიჭი მეფის ასულისათვის, ასე რომ ბოლოს სიტყვა მე მეკუთვნის. მართალია ესავე წინასწარმეტყველება ახდება და პრინცესა მართლაც გაიკაწრავს ნემზეთიც, მაგრამ არ მოკვდება. მხოლოდ დაიძინებს და 100 წლის შემდეგ მას მშვენიერი უფლისწული გამოაღვიძებს. მეფემ ბრძანება გასცა, რომ სამეფოში ყველა სართავი მანქანა გაენადგურებინათ. თან დასძინა: თუ შევიტყო პრობლემას, ერთი სართავი მაინც აქვს სასტიკად დახვშიო. პრინცესა გაიზარდა და ყველა ისთვის გამოუხმა, რაც ფერიებმა უბოძეს. გავიდა დრო. პრინცესა 16 წელი შეუსრულა. ერთ დღეს მეფე დედოფალი მეზობელ სამეფოში გაემგზავრნენ სამეფო წვეულებაზე. ქალიშვილი კი შინ დატოვეს. პრინცესას მოეწყინა და სასახლის დათვალიერებას შეუდგა. ყველა ოთახი რომ მოიარა, ბოლოს სხვას მიადგა. იქ ერთი დედაფერი სართავ მანქანას მშვიდობოდა და თითის წარის ძაბს ართავდა. კეთილობებია, რას აკეთებ? ჰკითხა გაოცებულმა პრინცესამ, რომელსაც სართავი მანქანა თავის სიცოცხლეში არ ენახა. სულს ვართავ, შვილო, მიუგო დედაფერმა. მეც მინდა ვცადო, უთხრა პრინცესამ. დედაფერმა დასვა გოგონა სართავ მანქანასთან. პრინცესამ როგორც კი ერთვა დაიწყო, მანქანის ნემზეთი გაიკაწრა და გონება დაკარგა. შეშინებული დედაფერი მაშინვე გარეთ გავარდა და იქ მყოფ საშველად უხვია. ყველა პრინცესის გამოსაწყობას ცდილობდა, ზოგი სიწყალს ასხამდა, ზოგი საფეთქელს უძლიოდა, მაგრამ ამაოდ. ეს ამბავი მეფე დედოფალმაც შეიტყვეს. მათ მაშინვე ბოროტი ფერის წინასწარმეტყველება მოაკვნა და შეშინებულები სასწრაფოდ შინისაკენ გაემართნენ.
გულწასული პრინცი სასაძინებლე ოთახში მოოქროვილ საწოლში ჩააწვენეს. სასოწაკვეთილი მეფე უკვე აღარ ჰქონდა იმედი, რომ მისი ქალიშვილი ოდესმე გამოცოცხლდებოდა. ამ დროს მეშვიდე ფერიამ, რომელმაც პრინცესის ნათლობაზე ბოლოს ეთყვა წარმოდგო, შორეულ ქვეყანაში იმყოფებოდა. როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, ჩააბარა ცეცხლოვანი დრაკონები ეტლში და უკან დაბრუნდა. მეფე დიდი სიხარულით შეეგება მას. ფერია მიხვდა, რომ თუ მისი წინასწარი მეტყველება ასრულდებოდა და პრინცესა 100 წლის შემდეგ გამოიღვიძებდა, იმ დროს აღარც მშობლები ეყოლებოდა, აღარც ნათესავები და აღარც ნაცნობები. ფერია საგონებელში ჩავარდა. აუცილებლად რაღაც უნდა ეყოლა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა გადაწყვიტა ჯადოსნური ჯოხით მეფე დედოფალი და სამეფოს მცხოვრები ყველა დიდებული სასახლის წევრი, მოსამსახურე, მცველი, მეეწლე თუ მზარეული დაეძინებია. ფერიას არც ცხენები ძაღლები და პრინცესას საყვარელი ლეკვე გამორჩენია. ვისაც და რასაც ჯოხი შეახო, ყველამ და ყველაფერმა დაიძინა. ონკანში წყალი შეწყდა, საათი გაჩერდა. მთელმა სასახლემ საუკუნის ძილს მისცა თავი. ამის შემდეგ ფერიამ სასახლის გალავნიდან მაყულის და ქაცვის კეკლიანი ბუჩქები შემოარტყა და დაბურულ ტყით დაფარა, რათა არავის შესძლებოდა პრინცესასთან მიახლოება. გამოხდა ხანი და ყველას დაავიწყდა, რომ აქ სხვას ვინმე ცხოვრობდა. ამასობაში 100 წელს ერთ დღეს უფლისწული ტყეში სანადიროდ გაეშურა. სანადირობამ გაიტაცა და მალე ტყის შუაგულში ამოყო თავი. უეცრად ხეებს შორის სასახლეში ბუმბათის მოჰკრა თვალი. რა მოჩანს იქ ხეებს შორის? კითხა უფლისწულმა ეკმაყოფა. ნამდვილი პასუხი არავინ იცოდა. ზოგი იცახდა სულები ცხოვრობენ, ზოგმა კუდიანებიო. მაგრამ ერთი მოხუცი კაცი როგორც კი მოახლოვდა პრინცს, თავისი მოხუცი ბაბუასაგან მოყოლილი ამბავი უთხრა, რომ აქ ოდესღაც ერთი უმშვენიერესი პრინცესა ცხოვრობდა, რომელსაც ეხლა ეძინა და მშვენიერ უფლისწულს ელოდებოდა თუ როდის გააღვიძებდა. უფლისწული ძალიან დაინტერესდა მეტყევის ნაამბობით და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ სასახლეში შეეღწია გზად ყველაეკლოვანი ხე და ბუჩქი გაკაფა. უფლისწული როგორც კი შევიდა და თვალი აქეთ-იქით მოვალო, იქ სულ ტყე იყო და თან ყველას ეძინა. უფლისწულს შეეშინდა ფერი და კარგა, მაგრამ მერე მათ სახეებს რო დააკვირდა, ჯერ კიდევ ლოყები წითლად უღვიოდათ. გექონებათ უბრალოდ ჩასცინებოდათ. უფლისწულმა გზა განაგრძო. ბოლოს პრინცესას ოთახში შევიდა. უფლისწული ახლოს მივიდა და გაოცდა. იქ მართლაც რომ ულამაზესი გოგონა იწვა. ასეთი სინამაზე უფლისწულს არასოდეს ენახა. ქალიშვილის სახე ღია ვარდისფრს დაჰკრავდა, თითქოს სულ ახლახანს ჩასცინებოდა. აღტაცებული უფლისწული მზით უნახავს მიუახლოვდა, საწოლში ჩაიმუხლა და დაჟინებით დააცქერდა მის ულამაზეს სახეს. კარგა ხანს თვალი ვერ მერე მისი ბროლივით თეთრი ხელი აიღო, ჭუჩებთან მიიტანა და თან ნაზად აკოცა. ამ კოცნამ ბოროტი ფერის წყევლას ძალა დაუკარგა. პრინცესამ თვალები გაახილა, ჭაბუკს გაუღიმა და ჰკითხა: ჩემო უფლისწულო, ამდენ სად იყავი? უფლისწული ამ სიტყვებმა უზომოდ გაახარა და იფიცა, რომ მთელი ცხოვრება ეყვარებოდა. მშვენიერი ასული წყვილმა ძალიან დიდი ხანს ისაუბრა. უფლისწულმა შეამჩნია, რომ პრინცესას ძველმოდური კაბა ეცვა. აბა რა იქნებოდა? ის ხო 100 წლის წინ იყო შეკერილი, მაგრამ ჭაბუკს ისეთ მოსწონდა. თანდათან მთელმა სასახლემ გაიღვიძა. უფლისწული და პრინცესა სამეფო დარბაზში ჩავიდნენ, სადაც მეფე დედოფალს და იქ შეკრებილ სტუმრებს შეუერთდნენ. წყვილი იმ დღესვე დაქორწინდა. სასახლეში დიდებული სუფრა გაშალეს და ეს სასიხარულო ამბავი დიდი ზარზეიმით აღნიშნეს. დასასრულისა. გამოიწერეთ ჩვენი